მოგვივიდა ერთი პატარა ესეთი ინციდენტი. ისე ჩაიღიმა ერთ მომენტში. ჩაიღიმა, მან შანსები გაგვიშთა, მაგრამ მართალია ჩვენი სასტუმრო ცენტრში არ არის, სამაგერად ძალიან კაი უბანი არის. ძელი ქუჩა არის ჩვენ სასტუმროსთან, სადაც luxury shopping-ი არის. აი აქ ხედავ Gucci-ს, ხედავ Tiffany-ს და ძალიან ბევრ კარგ ბრენდს. და რაღაცნაირად ძალიან ლამაზი ქუჩაა, დაგანახებთ ახლა. აი ესეთი დიდი ქუჩაა. და ჩაყალიბაზე გვაქვს ძალიან ბევრი, აი Saint Laurent-ი მაგალითად. მოვედით მემორიალების სანახავად. ძალიან გრილა. კარგად გამოიყურება ძალიან. ეხლა მოვედით რაღაც საოცარ coffee shop-ში, სადაც არის არაადეკვატურად იაფი ფასები. უბრალოდ ნახეთ. ანუ ამერიკანო 2 ევრო, კაპუჩინო 2 და რაღაცა მე ავიღე strawberry matcha, იმიტომ რომ ამბოლ დროს ძალიან მომწონს და ძალიან კარგი გამოხმაურება ქონა ამ ადგილს. ერთ-ერთი საუკეთესოა strawberry matcha აქ და სახელი გახლავთ Lab Coffee. სულ სტუდენტები არიან, საკმაოდ ისეთი ბიუჯეტური და ლამაზი და ფოტოგენური ადგილია, ძალიან მომწონს. ასევე გარეთ აქვს დასაჯდომი. აი ჩემი strawberry matcha გაკეთდა და რა ლამაზია. რა ლამაზია ნახე. რაც ჩამოვედი არ გავჩერებულ ვარ ბრესოვში ჭამ ყოველ დღე. თითქმის დღე არ ჩავაგდე. ზოგჯერ დღეში 2 საათი. ზოგჯერ 3-იც მიჭამე. მე კარაკი არ მოყვარს, მაგრამ კარაკიანი ბრესელი ძალიან მაგარია და მოსაც გიყვართ უნდა გასინჯოთ. ძალიან გემრიელია. თან მარილიანი საჭმელი მოყვარს და ნოყიერიც არის, რა ვიცი, იდეალურია. შემოვედით vintage shop-ში. მოვიდით ბერლინის კედლის სანახავად და ველოდებით ჩვენს მატარებელს. ცოტა აცივდა, მაგრამ მოკლე მყოლენი მაცვეში გინდა. აი ეს გავსვი ჯემი უკასი და კარგია. გამახსენდა და მაგრამ გეტყვით. ბერლინის კედელთან გადავიარეთ 9-9 ზღვა მოკალით დევი. იმდენი ხანი მოვდიოდით, მეგობრებო, არ დაიჯერებთ და ჯობია დავივიწყოთ ეს გამოვლილი გზა. ორჯერ ავწდით სადღაც გადავხვიეთ და ვიკარგეთ სავით, მაგრამ მოკლედ მოვედით აქ ვართ. ძალიან მინდოდა ახლა ამის ნახვის გარეშე ვერ წამოვიდოდი ბერლინიდან, ამიტომ მე მგონია რომ ღირდა. დღეს პრინციპში დიდი ისეთ არაფერი არ გავუკეთები, არაფერი გვინახავს, მაგრამ მთელი დღე მოვდიოდით ამ კედელთან. ძალიან ბევრი ადამიანი გასტრიკში დაელოდება აქ სოც გადაღებას.
მუზეიში შემოვიდით და რო დავინახეთ რომ ეს მაღაზია იყო აქ აი ჩვენი რეაქცია უნდა გენახათ ძალიან გვიყვარს ორივეს და ამჟამად ხედავენ უბრალოდ აი ფიზიკურად არცად არ მეტევა პარკში ამიტომ მგონია რომ ალბათ გამოვიწერ სომა შევარჩიე და ვიცი რომ სმოლი მინდა ისეთი კაი კოლექცია აქვთ რომ გირდები ჩამოვარდა. რა მაგარია. ესია. ეს საყვარელი სურათები რადგან, ხო? აი, აქ ყოფილვარ. ესეთ ლამას კათედრალს აღმოაჩენთ ბერლინში ბოდიალის დროს. თან სიმაღლეა, ნახე რა ლამაზია. არანაკლები არის, ხა? შენ თან ვარ ფრანკფურტში დაახლოებით. არა, ის უფრო მაღალია, მაგრამ ეს გვეგონა ქართული რესტორანი, იმიტომ რომ ბარაქა ქვია და ძალიან ლოგიკური იყო, მაგრამ ეხლა მოვედით აზიურ რესტორანში და შევუკვეთეთ ძალიან კარგი რაღაცაები და ეხლა დაგათვალიერებინებთ. ვისაც გიყვართ აზიური კერძები, გამოჩნდით კომენტარებში. ეხლა გაჩვენებთ ჩვენს chicken ხო. ცოტა მოვიდა. ეს არის chicken bowl. ასევე გვაქვს ეს არ არის გიოზა, ანუ ეს ამაში ხორცი უნდა იყოს, თუ ვეგეტარიანული როა. და ეს არის ტემპურა. ასევე მივირთმევთ თეთრ შრალ ღვინოს. ნახოთ, აბა გავსინჯოთ. გამეგოია. ამის შორ ჩავდიქო. მე. ჯერავი. თან კაი соуსია მართლა. ეს იმენა არა, თუ არ ეკარებთ. ძალიან კაი ქათამია. ამბიც გორიცი? Эй. Такая устой. Такая устой. Აი, ჩვენი ახალი სერიალი მეგობრებო. და აი ჩვენი ბოლო დღე ბერლინში. ეხლა უნდა გავაკეთოთ ჩეკაუთი. ეს ქალგატყულა წამოვიღეთ სხვათა შორის, მაგრამ ჯობდა ქონა დავიჯი არ ქონა და ამ ლიფტით აღარ სარგებლობთ, როგორც ხვდებით. და ფეხით დავდივართ. ჩვენ არ მოგვიყოლია მთავარი ისტორია, რომელსაც მოგვიანებით მოგიყვებით დარჩით. სასწაული გადავხვდა ბერლინში. თან არ გვითხოვს ეგ ამბავი. ხოდა ეგ ცალკე მიკროფონს ჩავთავ და ისე მოგიყვებით. შევჭამ ფუნთუშას. არა, რას ვიქნა? ეს საინტერესო იქნება. აჩან საჭე. ჩვენიერი საუზმე გვაქვს და გადავწყვეტე რა მოგიყვეთ რა დაგვემართა სანამ დრო არის თა ჩვენ დაიწყებ თუ მე დავიწყო? მე დავიწყო. კარგი, მე დავიწყებ მოყოლას. მოკლედ მე ვართ ეს ერთი ლამაზი 7 დღე არის ბერლინში, ვართ მეტროში. ძალიან კარგი დღე იყო, ყველაფერი იდეალურად, მაგრამ მოგვივიდა ერთი პატარა ესეთი ინციდენტი. მეტროში ჩავედით და აი რაღაცნაირად გადაგვავიწყდა რომ ბილეთი უნდა გვეყიდა. აი როგორ დაგვემართა არ ვიცი, მაგრამ არ მქონდა ბილეთი და მიმგზავრეთ რამოდენიმე გაჩერება ისე და ჩვენი ბედი ხო ზუსტად ესე უნდა მომხდარიყო ყველაფერი რომ მაგ ვაგონში ზუსტად შემოვიდა კონტროლერი. და თან სასაცილო ამბავი ის არის რომ შემოვიდა ვაგონის ბოლოს და ჩვენ ვიყავით აქეთ ხარეს და რაღაც პატარა შანსი არსებობდა იმის რომ გაჩერებულიყო და გავსულიყავით მაგრამ თათამ თავისი ენერგიით მოიზიდა ეს კონტროლერი ანუ ძალიან ხშირად გავხედა და რეალურად ეგ იყო მაგრამ მე მგონია ისედაც მოვიდოდა ერთ სამჯერ გახედას და გინახედა რაც არ მინახავს არ ვიცი და თან როგორ გახედე იცი ესე კი არ გახედე
მოდის მე იქით გადავიდეთ და მოკლედ ამ ბიჭმა არავინ აღარ გააჩერა გზა და გზა პირდაპირ დააწვა ჩვენკენ მიხვდა რა ჩვენ ორი გოგო დასაჯარიმებლები ვიყავით და რა თქმა უნდა იქ რაღაცა 1-2 ხვეწნამ უნდა რა წავიდა რომ იქნება გამონაკლისი რაღაცა სხვანაირი გერმანელი შეხვდეს მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცივსისხლიანი აღმოჩნდა ეს ბიჭი კაცსაც ვერ თქო პატარა ბიჭი იყო რა ცუდი პროფესია გარჩეული ხა ხალხს უწარებს სიცოცხლეს მე მესმის რომ წესრიგია და ყველა უნდა ვიყიდოთ ბილეთი მაგრამ აი ესეთი რაღაცები ყველას გვემართება 1000-ში ორჯერ ამიტომ ჩვენ ძიცად ეს მეორე შემთხვევა იყო მეორე არა პირველი რატო მეორე თან მე ვიფიქრე რომ იქნებ მხოლოდ ერთი ბილეთი გამოგვიწეროს ერთი ჯარიმა და მე მეთქი ვითამაკ არ ვარ ხა გავქრებით ხო და წარმოგიდგენია მე არ ვარ თქო არაო მაინც ისე ჩაიღიმა ერთ მომენტში ჩაიგიმა მან ჩანსები გაგვიშთა მაგრამ მაინც ნაი აუცა მაგარია ხოდა მოკლედ თან რა შეძით პრობლემა ანუ ეგრევე გახტევინებენ თუ არ ხარ აქაური მოქალაქე ან თათას აქვს კიდე 2 კვირა ფსიქოლოგი არ შეეზადება და მე რადგან საქართველოს ხარობდი ეგრევე ტერმინალი ამოიღო და ამა დაადეხა და 60 ევროა ჯარიმა რა ამბავია მაგრამ თუ არ გადავიხდიდი პოლიციაში დარეკავდა და მე აქედან ნო ლა პოლიცია ნო და ეს საინტერესო დაჯარიმების ისტორიაც გაგიზიარეთ ბერლინში, ამიტომ შეიძინეთ ბილეთები. არ ვიცი რატო დაგვემართეთ. ჩვენ ეგეთ რაღაცები არასდროს არ გვემართება, ხო თან? შენ. მე თავს ვიწყნართ, რომ ვითამ რაღაც ნივთი ვიყიდეთ, ვიშოპინგეთ. საქმე იმაშია, მართლა ვიშოპინგეთ, მე წავედით და ორ მაგზარალში გავედით, მაგრამ მოკლედ ეს ვიდეოდა რომ გამეზიარებინა. ახლა შევჭამთ ესე გემრიელად. ego არა ოკეი ხომოვედით კათედრალთან წასვლის წინ რა დავამშვიდობოთ ამ ადგილს და თან გადავიღებთ TikTok-ებს ტრადიციულად outfit check ჩემი outfit check all დღე იგივე იმიტომ რომ კურტკის მეტი არაფერი წამიღია მაგრამ არა უშუშ you never take it seriously you never get hurt alright you always have fun რას უყურებთ ათმან? ოკეი, წავიდეთ მოიცა. ახლა შევავედი კათედრალში. San. ესე გამოგვალდახსეინებ. ახლა ვიღებთ გზისთვის რაღაცებს.